რას წარმოადგენს მსხვერპლშეწირვის რიტუალი და რისი არსია მსხვერპლშეწირვა? შემქმნელის თუ სატანის? რომელი არსი რით ცხოვრობს? მუქი ცხოვრობს სიცოცხლის შთანთქმით, შემქმნელი თავად სიცოცხლეა, სიცოცხლე ჭირდება მას, ვისაც ის არ გააჩნია. მსხვერპლშეწირვა რას გულისხმობს? ადამიანს რაღაც ფიზიკური სარგებლის მიღება სურს და ამის გამო მიდის და სიცოცხლეს სწირავს. ადამიანი მსხვერპლშეწირვით ეთაყვანება სატანას. რეალურად, ფაქტით, ენერგეტიკულად, მოქმედებით ესია. ეს არის ფაქტი. სიცოცხლის ხელყოფა გულისხმობს შემქმნელის პირდაპირ წინააღმდეგ წასვლას. მაგრამ ჩვენ იმდენად დაგვიდეფორმირეს ყველაფერი ცნობიერში, რომ იმასაც ვერ ხვდებით რა გვიქნეს. მუქის არსი გგონია შემქმნელის არსი. ზოგადად სატანასაც კი არ ჭირდება ცხვარი. არანაირი ენერგეტიკული ღირებულება არ აქვს ცხვრის შეწირვას. აქ თავად აქტზეა საუბარი. თქვენ უბრალოდ ცხვარს კი არ წირავთ. თქვენი მოქმედება არის იმდენად მაღალი მკრეხელობა ამ მოქმედებაში, რომ თქვენ წირავთ თქვენი სულის ნაწილს ამით. დებთ მუქებთან კონტრაქტებს. და არა შემქმნელთან. და ამ მოქმედებით თქვენ მიდიხართ და ეუბნებით მუქს, რომ ეს ამისრულე მუქო, მე მინდა ფიზიკური ჯანმრთელობის ან რაღაც შედეგის მიღება და აი სულის ნაწილის ყიდი, სიცოცხლეს ვანადგურებ და ეს წაიღე ჩემგან. ეს არის უდიდესი შეცდომა. ეს ყველაფერი არის შესაძლებელი.